მოკლედ ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ ადამიანები უკვე მარსისკენ მისწრაფვიან. ამერიკაში დონალდ ტრამპი მოვიდა. ევროპელები გამოღვიძებას ცდილობენ, ანუ მსოფლიო იცვლება და საქართველოში აბა გამოიცანით რა არის მუდმივად უცვლელი. აქციები და მხოლოდ აქციები. აი ხა მოდი ჩვენ შევადაროთ მეგობრებო რა არის აი ახალ ზელანდიური ჰაკა და რა არის შიგ ევროპელის დრტვინ მაშინაგანი. ანუ არ ვიცი. არ იქნება სამართალი და არ იქნება მშვიდობაო. ვინები იმუქრებიან შეხედოთ. რომელ სამართალს ითხოვს ხალხი? ანუ მე რა კითხვა მიჩნდება, იცით? აი მე რამდენი დღეა პროტესტი 65 ხო თუ 66, ანუ ნორმალურ დალაგებული ადამიანი, ანუ მიხვდება რომ პროტესტის ეს ფორმა, რასაც ესენი მიმართავენ, არათუ არ არის სასარგებლო მათთვის. არამედ აი უმრავლესობა საერთოდ აი ყელში კი არა მოვიდა, აი გადაუვიდა საერთოდ. იმიტომ რომ ანუ ხო უნდა მიხვდი ადამიანი, არ შეიცვალა მე-5 დღეს, მე-10, მე-15, მე-20, 30, 50, მე-100, მე-1000. ანუ ხო უნდა მიხვდე რომ რაღაცას არასწორად აკეთებ არა. ანუ ხო უნდა მიხვდე რომ როდესაც იყო გამჭვირვალობის კანონზე აქციები, მაშინ ამ ხელა მუხტი ვერ გამოიყენე, მერე აგერ ამ არჩევნებზე იყო, მაშინაც მუხტი ვერ გამოიყენე. ვერ დაამტკიცე რომ არჩევნები გაყალბებული იყო, ვერ დაამტკიცე ის ტრამპას ვერ გიშველა, ვერც სიძინპინმა, ვერც ლუციფერმა, ვერავინ ვერ გიშველა. ანუ ამ ფორმას რა აზრი აქვს? პერფორმანსია, ანუ რაღაც პერფორმანსი რიტუალია რაღაც შიგ ევროპელები რომელსაც ატარებენ, ანუ რიტუალია უკვე რა. ანუ უპონტოდ ხო არიან და ეს პონტი, აი რაღაც პონტი იქნება ამით რა, რომ აი მეგობარი სანმე ქუჩაში ნახო, ყავასე დაპატიშვა რაღაც. ამიტომ რომ სრული აბსურდი ხა რეალურად შენ გაწუხებდეს პრობლემა და პროტესტის იგივე ფორმას მიმართავდე, რასაც 65 დღის წინ. სისულელეა სრული. აუ რა საზიზღრობა გოგო როდესაც იქინება, აი როგორ გულის ამრევია, იცით, აი არ ვიცი რა შევადარო საერთოდ, აი ტყვანშევეც რატო უნდა ამბობდეს ამას გოგო, ანუ რატო და აი უზრდელობა არის ხალხნა, უბრალოდ არ გიხდება როდესაც ესე იგინები რა გოგო. არა რა. აი ვის შეცა, ვის ტყვანშეცა, ვინ, აი ამან ვის გეხოცებით რა. უზრდელია, აბა რა არის, ხო? ანუ იგინები და უზრდელი ხარ. ეს აი რა, ესეთი გინე, აი ადრე როგორც აი კლავიატურის ძველი ბიჭები იყვნენ და აი ხო ხვდებით, აი ონლაინ შიკები ვინებიც იყვნენ, ესეთები გახდნენ შიგ ევროპელები რა, ანუ მარტო ზურგს უკან მუქარები, მარტო ბაქიბუქობა, მარტო რაღაცა მუქარ რომელზეც არანაირი განხორციელების შანსი არ უწერია, მარტო გინება, ანუ აი ძალიან დაბალ დონეზე არიან დაცემულები რა და არ შეიძლება ხალხო ესე, არ შეიძლება. ეს ვერაფერს ვერ შეცვლით. არავის არ მოუნდებით საერთოდ არავის. უზრდელი ხარ. არ იქნება სამართალი. თან რო იღიმება, იკაიფე, თან იღიმება რა. ეს რაღაცა ვიდეოს იღებს, გასთორავს Instagram-ზე, ან TikTok-ზე. აი ეხიმება ხო გეუბნები დააკვირდე. არ იქნება მშვიდობა. ახი ავასაც ეხივა რა, ბიჭო, რუსეთში ვარ, ხალხნო, ჩელიაბინსკ, პეტერბურგ, კრასნოდარ. რანაირად გეცინებათ, ანუ მე არ ვიცი. ანუ მე ბაზარი არა ვიცინი ვარ, იმიტომ რომ არ ვფიქრობ რომ რუსეთში ვარ, არც იმას ვფიქრობ რომ დემოკრატია არ არის ამ ქვეყანაში, არც იმას ვფიქრობ რომ უსამართლობა საერთოდ რამე ხდება ისეთი მასშტაბური რომ აი პირდაპირ უნდა ამხობდეს ვიღაცას, ანუ ბიჭო მე აი სასაცილოდ მაქვს საქმე, ბევრ რაღაცაში ხო ღმერთმას უსასაცილოდ მომწეს საქმე, მაგრამ თქვენ რა სასაცილოდ გაქვთ საქმე? იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ყველგან პოლიცია, არცად სამართალი, ყველგან პოლიცია. ხო აი ამას დააკვირდით ხა, აი ამას დააკვირდით ხა და აი ესენი რატო წყვიტავენ, როგორი უნდა იყოს მეინსტრიმი ქვეყანაში, საერთოდ დემოკრატიის პრობლემა. დემოკრატიის პრობლემა რა არის ზოგადად იცით? როდესაც minority people controlling majority people ეს დუგინმა თქვა ეს სიტყვები სხვათა შორის, როდესაც უმცირესობის დიქტატურა, ანუ უმცირესობა რომელსაც არ მოწონს, აი რაღაც არ მოწონს, აი უმცირესობას არ მოწონს, რომ მაგალითად რავი, აი მზე ამოდის დილით, ხო?
და ამის გამო შეიძლება აქციები ჩაატარო. იმის გამო რომ უმცირესობას რამე არ მოწონს. ანუ იდეაში თუ დემოკრატია ამათ უნდათ თავისი დეფინიციით ნიშნავს იმას რომ შენ უნდა მიიღო უმრავლესობის ნება. ანუ უმრავლესობას თუ უნდა რომ მაგალითად ყველანი კეპი დადიოდეს, უნდა დადიოდეს. უმრავლესობას თუ უნდა თქვენ არ უნდა გხედავთ, არ უნდა გხედავთ, იმიტომ ტექნიკურად შეუძლებელი რამ არის ესეთი ესე ვთქვათ თვითონ შემოქმედებასა და პოლიტფილოსოფიაში რომ შენ ისეთი მართლობის ფორმა მიიღო, რომელიც უმრავლესობასაც აკმაყოფილებს და უმცირესობასაც აკმაყოფილებს. ანუ თვით მაშინ უნდა მოითხოვან ამათ, აი მაგალითად ჩიგ ევროპელის ადგილას მე მოვითხოვდი დამყარდეს დიქტატურა ქვეყანაში, უმცირესობის დიქტატურა. ამ შემთხვევაში, ანუ ამათი პროტესტი უკვე თავიანთი განმოსახინე სამართლიანი იქნებოდა, იმიტომ რომ ნახეთ რა არჩევნებიც მე ამათ არ უნდა ჩაუტარო. აი ნახეთ ამას წინაც სხვათა შორის ამაზე მქონდა ერთ ჩემ მეგობართან საუბარი ამ თემაზე, რომ ნახე, ეხლა უყურე, არჩევნები ხო ჩატარდა. ამერიკული კომპანია იყო ჩამოსული, რომელმაც ჩაატარეს ონლაინ, ანუ იმების გარეშე, რა ქვია, ონლაინ შევსებითა და ამ იმებით, რა ქვია, ხო, ეს არჩევნები ბოლოს რაც იყო საპარლამენტო. Ну, აქ იყო ეხა კარუსელის დატრიალების შანსი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ბიულეტინებსაც და კომპიუტერი ერთდროულად, ანუ კომპიუტერი ცალკე ადარებდა და ბიულეტინებს ადამიანები ცალკე ითვლიდნენ და რამდენად ემთხვეოდა, ამაზე იყო დამოკიდებული. ამას ატარებს CESCO-ში ის კომპანია, ანუ ამერიკული კომპანია, რომელიც სხვა კომპანიებშიც, სხვა ქვეყანებშიც აქვს ეს არჩევნები ჩატარებული. ეხა უყურე. მე კითხავს, აი ლეგიტიმური კითხვა მართლა გულწრფელად მიჩნდება ამ ადამიანების მიმართ. ანუ ამათ ხო უნდათ ახალი არჩევნები. ეხა უყურე. დაუშვათ ჩავატარეთ ახალი არჩევნები ჩვენ. აი დაუშვათ, რიგ გარეშე არჩევნები ჩაინიშნა. აი მე ლეგიტიმური კითხვა მიჩნდება. რა ფორმით უნდა ჩავატარო მე არჩევნები, რომ შიგ ევროპელის აი რავი სურვილები და ფეტიშები დავაკმაყოფილო. ანუ რა ფორმით? ანუ ბუნებაში ფორმა არ არსებობს, იმიტომ რომ მე რო სულ მაგალითად, აი ნახევარ ქვეყანას უთხრა რა, აი ესე, აი მთელ ქვეყანას უთხრა ესეთი რამე, რომ ვინც ახლა კოცებს ხვალ საძლებთ, ყველანი დადექით აღმოსავლეთ საქართველოში. ვინც ნაცებს და დანარჩენს დადექით სიტყვას დასავლეთ საქართველოში. ანუ ესეც რო გაიყოს, აი სულად აბსურდული სცენარი რო ჩვენ წარმოვიდგინოთ, შიგ ევროპელი მაინც ვერ იქნება ყოფილი, იმით რომ უმრავლესობაში ისევ ესენი იქნებიან. ანუ ნახეთ ფორმა არ არსებობს თვითონ დემოკრატიული, ანუ ჯერ არ გამოუგონია კაცობრიობას, რომელიც შიგ ევროპელს დააკმაყოფილებს, იმიტომ რომ ეხლა შენ თუ აქამდე არენდობოდი ამ მაჟორიტარულ არჩევნებს, მაჟორიტარულ იმას და მაჟორიტარულობა აღარ გინდა პროპორციულზე გადაიყვანე, პროპორციულსაც აღარ ენდობი და აღარც ონლაინ ვირტუალურ იმებს ენდობი, რა ქვია, არჩევნებს და რომელსაც თვითონ ამერიკული კომპანია გიტარებს, მაშინ ანუ უცხოპლანეტელები ხო არ მოვლენ და აი გეტყვიან, მოგცემენ ბიულეტინს და იცი რა, შიგ ევროპელო, შენ ვინც მოგწონ, შემოხაზე და შენ კოტირება გექნება, რომ ერთი შემოხაზული 100 იმას რა ქვია, იმას აირჩევ რა ქვია წარმოადგენლებს პარლამენტში. ანუ შეუძლებელი რამ, ანუ რას ითხოვენ, მე არ მესმის ხალხო. სისულელეა. არსად სამართალი. ესა პერფორმანსი რა. ხალხის ძალის გაშინოდეს. რომელი ხალხის ზალი უნდა მეშინოდეს, საშიშები არ ხართ. ანუ გეუბნები, აი საშიში არის ჯეპერს კრიპერსის, უყურეთ პირველი, მეორე, მესამე ნაწილი. ჩემი საყვარელი პერსონაჟი საშიში რა არის, მე ნახეთ. ეს რა საშიშია, ხალხის ზალის გეშინოდესო და არ მეშინია. არც მე არ მეშინია, არც თქვენ არ გეშინია და არავის არ ეშინია. ანუ ჯერო ამბობ რომ უნდა გეშინოდეს, საშიში უნდა იყოს, საშიში არ ხარ. ბოლოთ არ მეშინია. რავი. უსამართლო სასამართლო. ხალხის ზალის გეშინოდეს. მოუდით მას. მოკის გადაკი. აჯანყი. საქართველოს აჯანყი. აჯანყი. ამას როგორ დააგორდით ბიჭო, როგორ ეცინებათ, ანუ მე გადავებით ხალხო, ხო? აი თან თავიანთ თავზე ეცინებათ რა. ანუ თან ხო ამოვიდა, თან თავიანთ თავზე გადაობენ რა, რომ აჯანყდი, არ ჯანყდება ხალხი. უბრალოდ აი ქუჩაში აჯანყება რა არის, იცით? როდესაც ანუ არ მუშაობს ქვეყანაში ბანკები, აფთიაქები, ისე რა მაღაზიები, არაფერი არ მუშაობს. აი ეს არის აჯანყება. ჯერ ეგეთი აქციას რო აანონსებ იმის შესახებ, რომ დღეს 15 წამით უნდა გაიფიცოს რაღაც პეკინზე მაღაზიები, ეს უკვე თავის თავში ატარებს იმის ურთიერთგამომრიცხავ მოცემულობას, რომ ძალით გამოყავს ხალხი გარეთ. იმიტომ რომ, როდესაც მასობრივ უსამართლობაა ჩემოძმაო, შენი დაძახება არავის არ ჭირდება, ხალხი ისედაც ქუჩაში გამოდის. აი ესე რა. აჯანყი! ყველგან პოლიციელი ყვასამა! ხალხის ძალის გაშინოდეს. ესენი პოლიციელების ეკაიფებიან, აი ხო გეუბნებით, პოლიციელები აი არ ვიცი. ხალხის ძალის გაშინოდეს. მოусმინეთ ხალხის მას. ხალხის სამართალს. ეხა აი მას მინდა მოусმინოთ. ეხა ჟურნალისტი რა დონის სისულელეს ელაპარაკება ამ კაცს
და ამ კაცი ძალიან მოკლე და ლაკონური პასუხია. ბევრს იცინებთ უყურეთ ბოლომდე. გუშინც ნახეთ პირდაპირ ეთერში. როგორ ამბობდით, რომ აი თქვენიანები ეტლით მოსარგებლე ადამიანს რაღაცა, აი თქვენიანებმა მოიყვანეს. უბრალოდ მაინტერესებს გუშინდელი დღის შემდეგ. იმ დღის შემდეგ როგორ არბენინეთ 200 მეტრი ათეულობით პოლიციელი რკინის კონსტრუქციებით, აი მართლაც არ ვიცი, სამარცხვინო მდგომარეობა იყო. ამ ყველაფრის მერე უბრალოდ მაინტერესებს თქვენი შეხედულება. აი, არ გეუხერხულებათ მაინც და იმ მოცემულობაში, რომ 19 დღეა ქალი შიმშილობს პოლიციელისთვის სილის გაწმის გამო. რა თქვა, გაიგეთ? ეს არ მახსოვდა და იცი ერთოს თავარ რეგისტრი პროგრამაში რა თქვა? 19 დღეა ქალი შიმშილობს პოლიციელის სილის გარტყმის გამო, ბიჭო. აი, პოლიციელს სილა უნდა გაარტყა, აბა? ანუ ზია მაღლობელზეა საუბარი, რომელმაც ბათუმის პოლიციის უფროსს გაარტყა სილა, ამის გამო დაიჭირეს და ითვლა პოლიტპატიმრად. იმის გამო რომ აქტივისტია, იმის გამო რომ რაღაც ჟურნალის თავარი რედაქტორია, მე кайფებით, ანუ აი სერიოზულად მე кайფებით, ჟურნალისტი ახალგაზრდა და გოგო ნორმალური აგერ ძმაო, ნორმალური არის გარეგნობით და იმით კაცო არაფერს ვერჩი. რას ეკითხება? სილა პოლიციელს გაარტყავ, ამის გამო შიმშილობს, ეს სამართლიანიაო. აი დედამიწაზე მანახეთ ერთი ადამიანი, ვინც ამას ეხა აი ინტელექტუალურ მინდორზე ან სამართლებრივ ასპექტებში ან რა ვიცი ნებისმიერ მორალურ ფაზაში ამას გაამართლებს ახლა. სასაცილოა მეცინება უბრალოდ რა. ადამიანი რომელიც პოლიციელზე იძალადებს, გინდა აქტივისტი იყოს, გინდა სპორტსმენი, გინდა რაიმე დასის წარმოადგენელი, მნიშვნელობა არ აქვს, ეგ ადამიანი უნდა დაისაჯოს კანონის უმკაცრესი ზომით. აი ჩემო მეგობა რო ესაა სიმართლე. ამიტომ ვისაც უნდა ისიმშილოს და გახდეს, იმიტომ რომ გახდომა აშკარა ჭირდებათ. ძალიან ბევრი ქონი აქვთ მომატებული ვიღაცებს. მithumates ამდენი წელია ფულებს აკეთებენ უცხოეთიდან და ჭამენ და სვავენ მარტო. და ამიტომ შიმშილობა უხდება ბევრს, რომ დაიკლებენ წონაში. ხორები აღარ იქნებიან. იმ დროს როდესაც მოძალადე პოლიციელები თან როგორ დრამატიზირებას მოძალადე პოლიციელი. აღარ გვაგდა, აღარ ჭრის ეგეთი რამები, აღარ ჭრის. წააგეთ შიგევროპელებო. არიან დაუსჯელები და ადამიანები, რომლებიც დათარეშობენ და ჩემ კოლეგებს უთყამდნენ გამოძიებას არც კი დაუდგენია ვინას. აი, მაინტერესებს უბრალოდ უხერხულობას მაინც არ გქონდეს ეს ყველაფერი. არა. რამდენი საათი უხსნიდა ეხა ჟურნალისტი რაღაცას აი ბოლოს უნდა რაღაც ტვისტი გახსნილიყო რა აი მემენტოსავით ბოლოს რაღაც არაქრონოლოგიურად უნდა დასრულებულიყო და არა რა ვიცი ბიჭო აი ეხა უყურე რა მოცემულობა მინდა წარმოვიდგინოთ შემოც ვირფასო ადამიანებო რა ეხა ეს ბავშვები რა ეს ბავშვები როგორ მოტყუები ეხა ეს ბავშვები არიან ძალიან ბევრ რაღაცაში მოტყუებულები და ამ ემოციებით манипуლირებენ ამათი დამკვეთები ვინებიც არიან მაგრამ მაგათ ნელა უწყდებათ დაფინანსებები უწყდებათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს რაც შორის სხვა და USA თუ რაღაც ინსტიტუტი რო არის USA თუ ჯორჯია თუ რაღაც ეგეთი არასამთავრობო რო არის რა ბუშის ისაო რა ქვია კიდე ისა რა ქვია რაღაც კონსორციუმები თუ რაღაც ჯანდაბები ქვიათ ბევრია ეგეთი რა USAID ხო გამახსენდა ანუ უჩერდება და ფინანსებით რომ ანუ რაც დათესეს ვერ მოიმკეს რა საქართველოში ანუ რაღაც შეუკვეთეს და ჩამოვიდნენ ესენი ხა და ესენი ვერც რევოლუციას აწყობენ ვერც ხალხს აჯერებენ უსამართლოა ეს ქვეყანა არა დემოკრატიული და ჩელიაბინსკი ანუ ვერ ამტკიცებენ ამ ყველაფერს და შესაბამისად ანუ რატომ აფინანსო ის ადამიანები რომლებიც საქმეს ვერ გიკეთებენ ხო ანუ მიხვდნენ დამკვეთები ევროპაში ამერიკაში და ამათნელა დაფინანსებას უჩერებენ well თემა რა არის ხა ის ბავშვები არიან ცოდოები რა მე საერთოდ ხა ირონიულად ლაპარაკობ ხა შეიძლება ანუ ხადაობის პონჩი მაგრამ ხა ამათ რა თქმა უნდა ჩემი ისენი არიან რა ქვია საზოგადოებისა და ჩემი ქვეყნის წევრები და გული იმაზე მტკივა რომ ბევრ რაღაცაში გონება გამოუტვინეს იმის გამო რომ ხო გეუბნებით манипуლირებენ მხოლოდ ემოციებით ადამიანს ცოტა ბექგრაუნდი არ აქვს და განათლება ძალიან მარტივია წამოიყოლო და დაამუშავო ისეთი პროპაგანდით რომელიც შენ კონკრეტულად ფინანსურად და მერკანტილურად გაწყობს აქედან გამომდინარე ეს ადამიანები დროის საკითხია როდი შემოტრიალდებიან მეგობრებო ანუ ნუ გონიათ რომ ესენი აი რაღაც პონტი ახალი რო გამოჩნდება დაახლოებით ერთ-ორ კვირაში გადმოვლენ ჩვენს ასრზე და გახდებიან ნეოკონები ან რა ვიცი მემარჯვენეები ან კიდევ უფრო უარსები მაგრამ ბუნება აქ საინტერესო არის თქვენ უნდა დააკვირდეთ ერთ რამეს ესენი კი არ არიან კაცო მოღალატეებით არამე არა მე არასდროს ეგ სიტყვა არ მითქვია აქციის აი ამ მონაწილეებზე ესეთ ახალგაზრდებზე და
იმიტომ რომ ბევრი წესიერის არის კაცო იქ და ბევრს მართლა შეტკივა. მე მოღალატეს ვის ვეძახე, იცი? აი დედამოწყნულს, რომელიც ზის ევროპაში და ამერიკაში და აი ბავშვებს იყენებს სახელმწიფო სტრუქტურებისა და სახელმწიფო იდეოლოგიის წინააღმდეგ. ის არის მოღალატე. და ოპოზიციის ლიდერები ამ ქვეყანაში, რომლებიც აი ბავშვებს ფარად იყენებენ, გაიგე? და საქმეზე რომ იდგება, ამათ ესენი ზარალდებიან. ისინი კიდე რა ფულები აქვთ ევროპაში, ამერიკაში მოხევენ საქართველოსთან. აი ამათ ვარა უნაქნან გეკითხებით. ამიტომ მოუწოდებ შიგ ევროპელ ახალგაზრდობას, როგორც განთქმული პრორუსების ლიდერი, გადმოდით ჩვენ მხარეზე სანამ დრო არის. იმიტომ რომ გეუბნებით, თქვენ მხარეს არავინ აღარ არის მეგობრებო. მე კიდე არ მინდა რომ თქვენ დაიჩაგროთ, მე კიდე არ მინდა რომ თქვენზე ვიღაცა მიძალადოს, მე არ მინდა რომ თქვენ ცუდ მდგომარეობაში გნახოთ, იმიტომ რომ თქვენც ჩემი სისხლი და ხორცი ხართ. ამას ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ადეკვატურად ბოლომდე, იმიტომ რომ მე ესენი რამდენი წელია, 5-4 წელი იყო ჩვენ შორის განსხვავება, ხო? მე არ მიხარია არასდროს, როდესაც ჩემს თანატოლს ან თუნდაც განსხვავებული აზრის წარმოადგენელს ხო ვხედავ, რომელსაც ძალადობენ რაღაცას უქნიან. მაგრამ მეგობრებო, პრობლემები უნდა ეძიოთ უფრო ფუნდამენტურად. ნუ აყენებინებთ ფარად ოპოზიციისა და მათ დამფინანსებელს თქვენ თავებს. თორე ისინი გაიქცევიან ამ ქვეყნიდან. თქვენ აქ დარჩებით და თქვენ მოგიწევთ მე ამ დღის წესრიგში ცხოვრება. ასე რომ შიგ ევროპელო ახალგაზრდებო, მოგიწოდებთ, გადმოხვიდეთ აქეთ, ჩვენ ორბიტაზე. ნენელა და უსამართლობა რაზედაც თქვენ საუბრობთ და რაზედაც ჩვენ გვინდა რომ უკეთესი საქართველოს შევქმნათ, ხო? ერთად ვიმშველოთ და ერთად განვავითაროთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორგანულად კრიტიკული, ჯანსაღი კრიტიკა და ერთმანეთის დახმარება და არა ბოროტება და არა გინება და არა ზუგშიდანის შარტყმა. მე რომ მინდა ეხა ჩემ მთავრობას სიტყვაზე რაღაც ჩემ ქვეყანას რამეში დავეთახო, გამოვადგე, იცი? თუ საჭიროა მთავრობასაც დავეხმარები ბევრ რაღაცაში. რომ ხელი შეუწყო. ის კი არა რომ გამოვიდე და აი თქვენ მოღალატეებო, დამპლებო, არა. გააქვს შენ სრული დემოკრატიული გამოხატვის თავისუფლება და შენ რომ დემოკრატიული გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში გქონდეს, აქაც ვერ იდგებოდი მეგობარო. არც ერთი ოპოზიციური არხი არ გექნებოდა და საერთოდ ამდენი ხანი 65 დღის განმავლობაში ვერ იპარპაშებდი. მაგრამ რახან ფიქრობ, რომ პარპაშობ, რახანი ფიქრობ, რომ ყველაფრის თქმა რაც ენაზე მოგადგება და ენაზე ძვალი არ აქვს, ყველაფერს საუბრობ, უნდა მიხვდე რომ არ არის ლუკაშენკოს ბელარუსი საქართველო. დაიწყეთ ხალხონო, გინდათ რომ ქვეყანას გამოვადგეთ? აგური აიგერ მერაბ თვალიშვილი გახდა, მეორჯერ დაიცვა კამარი. აგერ ილია თოფურია როგორ გეხმარება, აგერ კვარაცხელე პსშ-ში. ხალხი ეხმარება ამ ქვეყანას მართლა, როგორც თვითონ შეუძლია და რაც არის მათი პროფესიული პროფილი. და როდესაც შენ მართლა გადარდებ შენი ქვეყანა 65 დღე ვერ იდგები რა ქუჩაში გარეთ, თან იცი რომ არაფერი არ იცოლება ამით, არაფერი არ იცოლება. და იმდენად არაფერი იცოლება, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში შიგ ევროპელზე ვიდეოს არ ჩამიწერია. იმდენად ერთფეროვანი იყო ყველაფერი. მაგამდე 1000-ობით ვიდეო მაქვს ჩაწერილი ანტილიბერალური. ამიტომ ქართველო შიგ ევროპელებო მე გთხოვთ, ნუ არ მინდა რომ თქვენზე კიდევ ერთხელ ვინმე მიძალადოს, არ მინდა რომ სუდად იყოთ, ამიტომ გამოშორდით მაგ ოპოზიციონერებს, გამოშორდით უცხოეთიდან დაფინანსებულ აგენტებს. ისინი თავიანთ ფულებზე ფიქრობენ. ისინი აიღებენ ფულს, აიღებენ ვიზას, ქუთაისიდან იალა მოხევენ ევროპაში ან ამერიკაში. თქვენი კითხეთ მე აქ რჩებით. მე კიდე თქვენ მადარდებთ და იმიტომ გელაპარაკებით ესე. აბა რანაირად ვარ ხა მე ცუდი, როდესაც შენს მადარდებ ამ ქვეყანაში. ხო, ეს ხო ბევრს არ უსაუბრი, ამ დროს ეს გამოდა ის უზრდელობდა ეხა წეღან რო იყო ის ვიღაცა ტყან შევეციო გოგო რო ეუნებოდა პოლიციას, აბა ეხა უზრდელობაო, არ შეიძლება ეგრე საუბარი. იმიტომ რომ ესე საზოგადოება შენ სერიოზულად არ აღიქვს და დაგელაპარაკებია ყოველთვის სუდა და უხეშად. და ერთი რამე კიდეს ბოლო მესიჯი რაც მინდა იცოდე. ნახეთ, თქვენზე არ ვიტყვი, ჩემ თავზე ვიტყვი. ეხა მე რო ქუჩაში გავიდე რა და ვთქვა რომ აი ვიღაცას მივაყენო რენდომად შეურაცხყოფა, ხო? მე უნდა ველოდო რომ ის ადამიანი პროპორციულ ძალას მიმართებს, ან შეურაცხყოფას მომაყენებს, ან იძალადებს შემს. ამიტომ ერთი რამე კარგად გაითვალისწინეთ, როდესაც იგინებით, როდესაც ილანძღებით, როდესაც მუქარა გაქვთ და როდესაც რაღაც ინვენტარს მორალურად ან მატერიალურად აზიანებთ, მზად იყავით რომ ისის თქვენზე იძალადებს. და მე ნუ გახსენდებათ ძალადობის ფორმები, როდესაც თქვენ უკვე განახორციელეთ მოქმედება. ასე რომ გონებას მოუხოთ მეგობრებო. ეს იყო ჩემი მესიჯი. დროებით.